უძილო ღამის ძველმა ფიქრებმა როს გადაწყვიტეს ჩემთან სტუმრობა. თავი იყარეს ირგვლივ რითმებმა ძველ დროში გსურდა მოგზაურობა. აგვისტოს ღამის სიცხით დაღლილი, სულს რომ ოხში ვარ სადენს ზაფხული, თეთრი ფურცელი მელნით დაღვრილი მელოდებოდა ფერდა კარგული. მაშინაც ცხელი აგვისტო იდგა, მტერს მუხანათის წვავდა ფიქრები. წამით თვალწინაც კი წარმომიდგა მათი ხმლები და ის არ მშვილდები. სამშობლოს ზღვარი გადმოელახა, ტვერს აყენებდა მათი ნავალი. და მაშინ მეფემ მტკიცედ შეძახა ჩახერგეთ გზები უკან სავალი. და ჩაიხერგა ზურგს უკან გზები, ხმალ და ხმალ იწყეს ლომებრ ჭიდილი. თითქოს ბანს აძლევს ქართველებს მთები, ზეცას აღწევდა მტერთა ყვირილი. წინ ედგა ლაშქარს მეფე დავითი, მკლავ მოუღლელი მიზნის მიზნამდე, რომ სხვებისათვის ეს მაგალითი დარჩენილიყო უკუნისამდე. შეუძახებდა მეფე მეომრებს, מחვილით ჰკვეთეთ ჩვენს მტერს მარჯვენა, მათი თავდასხმა არ განმეორდეს, ანაკ სიკვდილი ან გამარჯვება. დაჰქროდა ისევ ცხელი ქარიმთის, სტუმარი მარად ტყის და ველისა, გმირობის შემსწრე მეფე დავითის და მერე ძლევა საკვირველისა.